უკვე მეხუთე დღეა ჩვენი საზოგადოება თვალსადევნებს უცხოური სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის შერხება და საქართველოს რეპუტაციის დაზიანება. სამწუხაროდ, მე ბევრჯერ მithავს, ბევრჯერ აღვინიშნავს, როგორც აქამდე არაერთხელ გვინახავს, ამ ანტიქართულ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ოდიოზური პირები. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ბრიტანული მაუწყებლის BBC-ს მიერ მომზადებული რეპორტაჟი, რომელიც თავიდან ბოლომდე ვარაუდებსა და გამოგონილ ამბებზია. აწყობილი გახდა ხელოვნური, როგორ გითხრათ, ტრიგერი პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისთვის, რათა საქართველოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახალი ჰიბრიდული ომი ეწარმოებინათ. დაეზაფრათ მოსახლეობა და გამაოგნებლად ცრუ ბრალდებით აჟიოტაჟი გამოეწვიათ, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში. ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი არაერთ დადასტურებულად ტყუილ ბრალდებებს შეიცავს, რომელთაგანაც ყველაზე მგრძნობიარე საკითხი გახლავთ აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენება. ნივთიერების ეს არის ბრომობენზილ ციანიდი. იგივე კამიტი. ამ ნივთიერებაზეა საუბარი, რომ თითქოს აღნიშნული ნივთიერების ფაქტი იქნა დადასტურებული. ძალადობრივი კანონსაწინააღმდეგო აქციების დაშლის დროს ჩატარებული გამოძიებით ჩვენ მოვისმინეთ უკვე აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი უწყების განმარტება, უთუარად დადასტურდა, რომ აღნიშნული ნივთიერების გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან ეს ნივთიერება საქართველოში არ არსებობს. მისი შესყიდვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს განუხორციელება. ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენებაშიც ჯერ ბრიტანულმა მაუწყებელმა, ხოლო შემდეგ კონკრეტულმა დაინტერესებულმა პირებმა და კონტროლირებულმა მედია საშუალებებმა საქართველოს ხელისუფლებას დასდეს ბრალი, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტოქსიკურ საშუალებას წარმოადგენს, რომელსაც თან ახლავს იმდენად მწვავე გვერდითი ეფექტები, რომ თეორიულად მისი გამოყენების შემთხვევაში ძალადობრივი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობას დაეტყობოდა წარუშლელი კვალი. და ამაზე უფრო მეც გეტყვით, რომ ზოგადად კამიტის ზემოქმედება ძალიან მაღალი ალბათობით გამოიწვევდა ლეტალურ შედეგებს. ამის პარალელურად საქმეში არ არსებობს არც ერთი დაზარალებული. კანონსაწინააღმდეგო აქციების არც ერთ მონაწილეს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისთვის ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად არსებული ჩივილებით. მე მინდა ამასთან დაკავშირებით მოგაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია, ციფრებით და პატარა სტატისტიკაც, რომ თქვენს გქონდეთ. ძალადობრივი აქციების პერიოდში 2024 წელს 28 ნოემბრიდან 28 იანვრის ჩათვლით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი იქნა 200-მდე ადამიანი. 200 ადამიანზეა საუბარი, მათ შორის მსუბუქი ინტოქსიკაციით მხოლოდ და მხოლოდ 5 პირი, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ სამედიცინო დაწესებულებიდან. BBC-ს მიერ გავრცელებული რეპორტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა ცრუ ბრალდებებსაც შეიცავს, რომელიც მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა საზოგადოების განსჯის და შეფასების საგანი, რომ ეგრეთ წოდებული კამიტის გამოყენების სრულ ბრალდება, როგორც თავში აღვნიშნე, განსაკუთრებით მგრძნობიარე გამოდგა საზოგადოებისთვის. ხელოვნური აჟიოტაჟის დაწყებიდან მეხუთე დღეს კი უთუარი ფაქტებით დასტურდება, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ქონია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ და იმ მიზეზის გამო, რომ ეს ნივთიერება საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს. ახლა რაც შეეხება სხვა ანტისახელმწიფოებრივ ბრალდებებს. რეპორტაჟში მტკიცებით ფორმაში არის ნათქვამი, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. მაშინ, როდესაც ამის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ არსებობს, ხოლო არჩევნების შემფასებელმა მთავარმა სადამკვირვებლო მისიამ, თქვენ იცით, რომ ჩვენ მოწვეული გვყავდა ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადა კონკურენტულად ქართული ოცნება არჩეულ ხელისუფლებად.
პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ პარტიებს, რა თქმა უნდა, ჰქონდათ შესაძლებლობა ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია, მისულიყვნენ ხალხთან, საზოგადოებასთან, გაეცნოთ თავიანთი ხედვები, ასე შემდეგ და რაც ყველაზე მთავარია, ხალხს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ამავე რეპორტაჟში საუბარია მოძალადე მომიტინგეების წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, როდესაც საზოგადოებამ, რა ვიცი, ყველაფერი ნახა საკუთარი თვალით. თუ როგორ ძალადობდნენ აგრესიული დაჯგუფებები, უცხოეთიდან დატრენინგებული ეს ძალადობრივი ჯგუფები სამართალდამცავ უწყებებზე, როგორ გადაწვეს პარლამენტის შენობის გარკვეული ნაწილი, დაამტვრიეს და გაანადგურეს ქალაქის ცენტრში სახელმწიფო და კერძო საკუთრებები, მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს პოლიციელებს, დამიზნებით ესწროდნენ სიცოცხლისთვის საშიშ პიროტექნიკას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამავე რეპორტაჟში საუბარია გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც მსხვერპლის როლშია გამოყვანილი და მოხსენებულია როგორც პოლიტიკური დევნის ობიექტი, მაშინ, როდესაც ბაჩიაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს ორი ინსტანციით არის დადასტურებული, პარალელურად კი, როგორც ვიცი, ორი სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს და მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება, რომელიც უთუარად მისივე საჯარო განცხადებით არის დადასტურებული. დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს სიცრუეზე აგებული რეპორტაჟი ავტორების მხრიდან, რაც რა თქმა უნდა უკიდურესად მძიმეა, რადგან პირდაპირ ვიტყვით, რომ ეს არის შეიძლება ვთქვათ, რომ არის მიკერძოება, რადგან ჩვენ მათ მინდა ეს საზოგადოება მიცოდეს, რომ გამოგვიგზავნოს გარკვეული კითხვები, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან დეტალურად პასუხები იქნა გაცემული, ამომწურავი პასუხები იყო მიწოდებული მათ მიერ გამოგზავნილ შეკითხვებზე, თუმცა როგორც საზოგადოებამ იხილა, საბოლოო ჯამში ჩვენი მხრიდან მიწოდებული პასუხები საერთოდ არ იყო წარმოდგენილი და იგნორირება გაუკეთეს. საბოლოო ჯამში აშკარაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ძალადობის მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და სახელმწიფოებრიობის შერყევა, საზოგადოებაში გამოგონილი თემებით მღელვარების გამოწვევა და საბოლოოდ მორიგი დაპირისპირების გამოწვევით საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება. ჩემო მეგობრებო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, პოლიტიკურ სტაბილურობასა და საზოგადოების ინტერესების დაცვაზე არ დაუშვებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს და მათ ადგილობრივ მოსამსახურე პერსონალს მისცეს საშუალება შეარყიონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ქართველი ხალხის ინტერესი. ამრიგად, რადგან ეგრეთ წოდებული კომიტეტის გამოყენების ვარაუდის ნაწილში გასარკვევი და გამოსაძიებელი უკვე არაფერია, მოვისმინეთ შესაბამისი უწყების მხრიდან კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით წარმოდგენილი გამოძიების შედეგები და ასევე უნდა აღინიშნოს აღნიშნული ნივთიერება, როგორც საუბრის დასაწყისში ვთქვი, საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს, სამოგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო თემა დახურული. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, კონკრეტული პირების მხრიდან უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და ყველა ის პირი თუ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართაც შეიკრიბება მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა და დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისკენ, რა თქმა უნდა, იქნება დაჭრილი კანონის მთელი სიმკაცრით და მოყვება შესაბამისი რეაგირება.